ფაქტია, რომ არც საერთაშორისო მედიას დაუკლია საინფორმაციო სტატიები საქართველოში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, სადაც როგორც აღინიშნა კენჭისყრაში მიხეილ ყაველაშვილს არ ყავდა კონკურენტი და შესაბამისად მიხეილ ყაველაშვილმა გაიმარჯვა. მოდი ახლა ჩვენ შეგვიძლია ცესკოს გამოცხადებულ შედეგებს კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი, სადაც ყაველაშვილმა 224 ხმა მიიღო, ერთი ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა. ყაველაშვილის გამარჯვებისთვის მინიმუმ 200 ხმა სჭირდებოდა. არჩევნები ახალი წესით ამ შემთხვევაში არაპირდაპირ გზით ჩატარდა და ქვეყნის ისტორიაში პირველად პრეზიდენტი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია. კოლეგიის 300 წევრიდან კი ქართულ ოცნებას 211 წარმოადგენდა. პროცესში არ მონაწილეობდა ოპოზიცია, ასევე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 2 წევრით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ამ შემთხვევაში ადამ არშანიამ მიხეილ ყაველაშვილის არჩევაზე უარი განაცხადა და საარჩევნო ყუთში ცარიელი ბიულეტენი ჩააგდო. სწორედ მისი ბიულეტენი გაბათილდა. მოკლედ, ეს არის ის მონაცემები, რაც ამ დრომდე ვიცით და დათვლილი არის ცესკოს მიერ, თუმცა ახლა გიყვებით სულ სხვა ამბავს საპრეზიდენტო არჩევნებზე და იმ უკონკურენტო კანდიდატებზე ქვეყნების მიხედვით, სადაც საპრეზიდენტო არჩევნები მხოლოდ ერთი კანდიდატით ჩატარდა და მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობდა. კიდევ სად ვხვდებით მსგავს დემოკრატიულ არჩევნებს საქართველოს მიღმა, ამას უკვე მარიამ იზორიამ მოუყარა თავი, რომელიც გვერდდება პირდაპირ ეთერში. მარიამ, დილამშვიდობის და გისმით. დილამშვიდობისა, მივესალმები საქმიანი დილას მაყურებელს. ნინი, ნამდვილად უკონკურენტო იყო ქვეყნის ახლად არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სწორედ აღნიშნა, რომ მსოფლიო ისტორიაც ნამდვილად ინახავს და შეინახავს სამომავლოდოთ სხვა უკონკურენტო პრეზიდენტებსაც, ოღონდ უკონკურენტოს არა იმიტომ, რომ მას ერთიანი მხარდაჭერა აქვს, არამედ იმიტომ, რომ სხვა კანდიდატი ფიზიკურად არ იყო. დავიწყოთ თურქმენეთით და მისი აწუყვე გარდაცვლილი პრეზიდენტით საფარმურატ ნიაზოვით. ის ქვეყნის მმართველობას სათავეში 1992 წლიდან ჩაუდგა. ეს არის პერიოდი, როდესაც თურქმენეთში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება და მას მხოლოდ ერთი კანდიდატი საფარმურატ ნიაზოვი ყავს. მან ოფიციალური მონაცემებით ხმათა 99.8% მოიპოვა. პრეზიდენტობამდე ნიაზოვი იყო თურქმენეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი და შემდგომ უკვე ჩამოყალიბდა არ მხოლოდ პრეზიდენტად, არამედ ავტორიტარული რეჟიმის ლიდერად, რომელიც აკონტროლებდა ქვეყნის პოლიტიკურ თუ სოციალურ ცხოვრებას. ძალაუფლების აბსოლუტურმა მფლობელმა შექმნა მმართველობის სისტემა, რომელიც პრაქტიკულად გულისხმობდა ერთპარტიულობას და კულტს საკუთარი პიროვნების მიმართ. ის 2006 წელს 66 წლის ასაკში გარდაიცვალა და სხვათა შორის თურქმენეთში 7 დღიანი გლოვაც გამოცხადდა. კიდევ ერთი მმართველი, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენცია ვერავინ გაუწია, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევია. ის ქვეყანას 1991 წლიდან 2019 წლამდე მართავდა. 1991 წლის 1 დეკემბერს ყაზახეთის ისტორიაში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგების მიხედვით ნაზარბაევმა მიიღო ხმების 98.7%. საარჩევნო ბიულეტენში სხვა კანდიდატი, როგორც გითხარით, არ არსებობდა. 1991 წლის 16 დეკემბერს ყაზახეთის უმაღლესმა საბჭომ მიიღო კანონი ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ. ქვეყანას ეწოდა ყაზახეთის რესპუბლიკა, შესაბამისად ნაზარბაევიც გახდა ყაზახეთის პრეზიდენტი. არჩევნები 1995 წელსაც ჩატარდა ანალოგიურად ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატი. ოპოზიციური პარტიები და ორგანიზაციები ფაქტობრივად არ არსებობდნენ, ან მათ არსებობას საერთოდ არანაირი აზრი არ ჰქონდა. ნაზარბაევმა ამ მომრჩეველთა ხმების 96.9% მიიღო, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებდა მის სრულ კონტროლს ქვეყნის მასშტაბით. მოკლედ, რომ შევაჯამოთ მისი პრეზიდენტობის დროს, ქვეყანა დარჩა ავტორიტარულ სისტემაში, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია პრაქტიკულად არ არსებობდა. მისი მმართველობის დროს ყაზახეთმა ეკონომიკურად განვითარება ნამდვილად განიცადა, თუმცა ეს ხდებოდა კონტროლის, დამყარების და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნის ხარჯზე. 2000 წელს სირიაში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ასევე ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ბაშარ ალ-ასადი მონაწილეობდა. ამ პერიოდში ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო. 2000 წელს სირიის პრეზიდენტი ჰაფეზ ალ-ასადი გარდაიცვალა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ სირიის პრეზიდენტი მისი ვაჟი ბაშარ ალ-ასადი უნდა ყოფილიყო. მაშინ სირიის კონსტიტუციით პრეზიდენტის კანდიდატი მინიმუმ 40 წლის უნდა ყოფილიყო, თუმცა სირიის მმართველმა პარტიამ კონსტიტუციაში მალევე ცვლილება შეიტანა, რათა ბაშარ ალ-ასადის გაპრეზიდენტება შეძლებოდა. მოკლედ 2000 წელს მართლაც ჩატარდა არჩევნები, სადაც მხოლოდ ბაშარ ალ-ასადი მონაწილეობდა. მას ბოიკოტი გამოუცხადა სხვა ოპოზიციურმა კანდიდატებმა. შესაბამისად, მან ერთპიროვნული გამარჯვება
ხმათა 99%-ით მოახერხა. მსგავსი არჩევნები გულისხმობ მხოლოდ ერთი კანდიდატის მონაწილეობას ჩატარდა 2007 წელსაც. აქაც ბაშარ ალ-ასადის გამარჯვებით დასრულდა პროცესი. ერთპარტიული არჩევნების ჩატარებაში ვერავინ შეედრება ჩრდილოეთ კორეას, სადაც ქვეყანას კიმის საოჯახო დინასტია ჯერ კიდევ 1958 წლიდან მართავს. მას შემდეგ ქვეყნის მართვის სადავეები კიმის დინასტიის სამა წარმომადგენელმა გადაიბარა, ხოლო კიმ ჩენ ინი, რომელიც ჩრდილოეთ კორეას ახლაც უძღვება ძალაუფლებას 2011 წლიდან ინარჩუნებს. ჩინეთისგან განსხვავებით, სადაც ასევე კომუნისტური წყობა, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ერთი კონკრეტული ოჯახის ერთ კონკრეტულ შტოს ეკუთვნის, რომელიც დღეს ქვეყანაში ხელისუფლების ყველა რგოლს აერთიანებს. იქნება ეს აღმასრულებელი, საკანონმდებლო თუ სასამართლო. ამასთან, ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სანქცირებული და ეკონომიკურად დახურული სახელმწიფოა, რომლის ეკონომიკა სრულად შიდა სახელმწიფოზეა დამოკიდებული. რაც შეეხება უშუალოდ ერთპარტიულ არჩევნებს, განსაკუთრებულ აღნიშვნას ვფიქრობ იმსახურებს 2019 წელი. 2019 წელს ჩრდილოეთ კორეაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელსაც სრულად ფორმალური სახე ჰქონდა, რადგან თითოეული რაიონიდან პარლამენტში მოსახვედრად ერთი კანდიდატი იყო წარდგენილი, თითოეული კანდიდატი კი მართველი პარტიის წევრი გახდათ. ანუ ამ მომრჩეველს რბილად რომ ვთქვათ, დიდი არჩევანი არც ქონია. კიმ ჩენ ინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მსგავსი ტიპის არჩევნები რამდენიმე წლის წინაც ჩატარდა. ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი სახალხო კრება ქვეყანაში სახელმწიფოს უზენაეს ორგანოდ არის მიჩნეული, თუმცა მისი მოვალეობები ნომინალურია. სახალხო კრება წელიწადში მხოლოდ ორჯერ იმართება, მიზანი კი ლიდერის მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილებების მხოლოდ რატიფიცირება.